ჯოჯოხეთში ყოფნა არისო. და აი ეს ჩვენ ჩაწერის წინ მქონდა ზუსტად ეს ჩაწერა და აი ჯოჯოხეთში ყოფნა მართლაც აღწერს ეს მეტაფორა ამ ემოციებს. და უფრო მწარე არის, როდესაც ოჯახის განქორწინება არის, რა კუთხით, რომ იქ უკვე რაღაც ასე ვთქვათ, ცხოვრება-ნაცხოვრებია. იქ უკვე საერთო ღირებულებებზე მეტია ნალაბარაკება. ქართველებს გონია კითხავს, რომ აი ხარ თავი ქუჩი მაქვს პრინციპი, რომ აი ხარ ოჯახი მყავს და წი ყველაფერი კარგად იქნება და ამ დროს ეგ არის ძალიან საინტერესო ლიკა, იმიტომ რომ ხშირად მსმენია, რომ დავოჯახდი და რაღა უნდა მოხდეს ჩემ ცხოვრებაში, ამის იქით რა უნდა იყოს კიდე. და როცა მაგ დროს გაშორებაზე მუშაობთ, ფაქტიურად იქ მუშაობთ ადამიანის აი თავიდან აწყობაზე. და რომ მთელი ღირებულებათა სისტემა ირღვევა და ასე დროს არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში მოლოდინების, იმედების გაცრუება, ხშირ შემთხვევაში მეტი გულისწყენა, იმიტომ რომ მეტი ადამიანია ჩართული. ხალხს უფრო მეტად უჭერს თუ კაცს? თუ გაქვს ეს დაკვირვება? ჩემი დაკვირვება, რაც შემიძლია თქვა კაცს.